მოგესალმებათ ნიკოლოს კარტოსიას პოდკასტი. დღეს განვიხილავ ჩემს მიერ წაკითხულ ერთ-ერთ წიგნს. ჰარიეტ ბიჩერ სტოუს ბიძია თომას ქოხი. ჰარიეტ ბიჩერ სტოუს ბიძია თომას ქოხი 1852 წელს გამოქვეყნდა და მალევე იქცა ამერიკული ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაწარმოებად. ეს არის რომანი, რომელმაც არამხოლოდ უზარმაზარი საზოგადოებრივი რეზონანსი გამოიწვია, არამედ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ამერიკის სამოქალაქო ომის დაწყებაში, მონობის წინააღმდეგ ბრძოლის იდეის განმტკიცებით. რომანის მოქმედება ამერიკის სამხრეთ შტატებში ვითარდება, მონობის არსებობის პერიოდში. სიუჟეტი იწყება მონად მფლობელის, მისტერ შელბის ფინანსური სირთულეებით. ის იძულებულია თავისი ერთგული მონა, ბიძია თომა და მონა ქალის ელიზას შვილი ჰარი მონთა მოაჭრეს მიჰყიდოს. ელიზა, რომელიც შვილის გაყიდვას შეიტყობს, გაქცევას გადაწყვეტს. ის ველური და საშიში მდინარე ოჰაიოს ყინულოვან წყლებზე გადარბის, რათა შვილის სიკვდილს და მონებას გადაარჩინოს. მისი მოგზაურობა თავისუფლებისკენ გრძელდება, რა დროსაც მას უამრავი ადამიანი ეხმარება. ამავდროულად ბიძია თომა გადაწყვეტს არ გაიქცეს, რადგან არ სურს, რომ მისი გაქცევის გამო მისმა ბატონმა ფინანსური ზარალი ნახოს. ამ გადაწყვეტილებით ის საკუთარ თავზე იღებს საშინელ ბედს. მის მოგზაურობას ის სხვადასხვა პატრონთან მიჰყავს. ის ხვდება კეთილ და ბოროტ ადამიანებს. ერთ-ერთი მათგანია აგუსტინ სენტ-კლერი, ახალი ორლეანელი, რომელიც კეთილია, თუმცა პასიურად ეგუება მონათმფლობელობას. ის აფასებს თომას სიკეთესა და ერთგულებას, მაგრამ მისი მოულოდნელი სიკვდილის შემდეგ თომას ისევ მონათა ბაზარზე აგზავნია. თომას საბოლოო პატრონი საიმონ ლეგერია, სასტიკი და დაუნდობელი ადამიანი. საიმონი თომას სასტიკად ეპყრობა, რადგან ის უარს ამბობს უარყოს საკუთარი რწმენა და უღალატოს სხვა მონებს. ბიძია თომა სასტიკით ცემის შემდეგ იღუპება. მისი სიკვდილის ამბავს ჯორჯ შელბი შეიტყობს, რომელიც თომას მოსაძებნად მიდის. ჯორჯი ფიცდებს, რომ მთელი ცხოვრება მონობის წინააღმდეგ იბრძოლებს. რომანი სრულდება მონების გათავისუფლების მოწოდებით. ბიძია თომას ქოხი სენტიმენტალური ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითია. სტოუ აქტიურად იყენებს ემოციურ თხრობას და პათოსს, რათა მკითხველზე გავლენა მოახდინოს და დაანახოს მონობის არაადამიანური ბუნება. პირველი, სენტიმენტალიზმი და პოლიტიკური აქტივიზმი. ავტორი იყენებს ძლიერ ემოციურ სცენებს, როგორიცაა დედის, ელიზას გაქცევა ან ბიძია თომას წამება, რათა მკითხველში თანაგრძნობა და აღშფოთება გამოიწვიოს. სტოუ მონობას აჩვენებს არა როგორც პოლიტიკურ ან ეკონომიკურ საკითხს, არამედ როგორც მორალურ და ჰუმანურ პრობლემას, რომელიც ანგრევს ოჯახებს, აუპატიურებს ქალებს და ფიზიკურად ანადგურებს მამაკაცებს. ამ გზით ავტორი ცდილობს, რომ მოხსნას მონობის ირგვლივ არსებული იდეოლოგიური ფარდ და აჩვენოს მისი რეალური სასტიკის სახე. მეორე, რელიგია და წამებულის არქეტიპი. რომანში რელიგია და ქრისტიანული მორალი ცენტრალური თემაა. ბიძია თომა წარმოდგენილია როგორც ქრისტეს მსგავსი ფიგურა. მისი სიკეთე, მოთმინება და დაუნდობელი ტანჯვის ატანა მას წამებულის სტატუსს ანიჭებს. ის აპატიებს თავის მტანჯველებს, რაც მისი სულის სიძლიერისა და უზენაესი სიკეთის გამოხატულებაა. სტოუ ამტკიცებს, რომ რასობრივი მონობა ქრისტიანული ღირებულებების წინააღმდეგ მიმართული მოვლენაა. ის ცდილობს, რომ ქრისტიანები დაარწმუნოს იმაში, რომ მონობის მხარდაჭერა ცოდვაა. მესამე, პერსონაჟები და სიმბოლური როლი. ბიძია თომა სიმბოლოა პასიური წინააღმდეგობისა და ქრისტიანული ღირებულებების, რომელიც უარს ამბობს ბოროტებაზე, საკუთარი სიცოცხლის ფასადაც კი. ელიზა აქტიური წინააღმდეგობისა და დედობრივი ინსტინქტის სიმბოლოა, რომელიც ყველაფერს გააკეთებს შვილის თავისუფლებისთვის. საიმონ ლეგერი უკიდურესი სისასტიკისა და სიხარბის სიმბოლოა, რომელიც წარმოადგენს მონათმფლობელობის ყველაზე მახინჯ და არაადამიანურ მხარეს. ბიძია თომას ქოხი არ არის უბრალოდ მხატვრული ნაწარმოები, ეს არის სოციალური პროტესტის მანიფესტი. რომანის ლიტერატურული ღირებულება შეიძლება საკამათო იყოს, რადგან სენტიმენტალიზმისკენ მიდრეკილება ზოგჯერ ლიტერატურულ ოსტატობას ჩრდილავს, მაგრამ მისი ისტორიული და სოციალური გავლენა უდავოა. ნაწარმოებმა მილიონობით ადამიანის გული მოიგო, დაარღვია იდეოლოგიური ბარიერები და გააერთიანა საზოგადოება მონობის წინააღმდეგ ბრძოლაში.
ამის გამო ის ამერიკული ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ და ეფექტურ ნიმუშად რჩება. ახლა კი დაგამშვიდობებით მომავალ პოდკასტამდე.